Ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. სახელითა მამისათა, დაძისათა, დაწმინისა სულისათა. ჩვენთან არის ღმერთი. დაგვიდგა მეხუთე კვირა აღდგომის შემდგომი, რომელსაც ეწოდება კვირა სამარიტელი დედაკაცისა, სახელად ფოტინესი. სახარებაში კი არ წერია მისი სახელი, მაგრამ ისტორიამ, წმინდა გარდამოცემამ ეს შეგვინახა, შემდგომში წმინდანად იქნა შერაცხილი თავისი მოღვაწეობის გამო ბუნებრივია. აი დღევანდელ სახარებას დიდი მონაკვეთი იყო, ვინც მოусმინეთ. ეწოდება რევოლუციური სახარება. ეს ქალი ერთი შეხედვით, ხა მე ამ ისტორიას არ მოვყვები, თქვენ მოისმინეთ. ეს ქალი, რომელიც ერთი შეხედვით არის უბირი ქალი, ხუთი ქმარი ყავს, უჭკუა შეიძლება ითქვას. მარტო ცოდვილი კი არა, უჭკუოც არის. იმიტომ რომ ესეთ ცვლა ქმრებისა არის უჭკუობასთან ახლო და არა სიჭკვიანესთან. აი ესეთი ქალი, აი მიუხედავად თავისი გარეგნული უჭკუობისა, შემდგომში როგორც ჩანს სახარებიდან არც ისე უჭკუო ხდება და გვევლინება. ამიტომაც მაცხოვარი ელაპარაკება ისეთ საკითხებზე, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანისათვის, მორწმუნე კაცისთვისაც შეიძლება გაუგებარი იყოს. რევოლუციური სახარება, როგორც მოგახსენით. საუბარი როგორ იწყება? სამარიტელ დედაკაცსა და მაცხოვარს შორის. მას უმეწყალი ეუბნება მაცხოვარი. შენ როგორ იუდეველი, მე სამარიტელი დედაკაცისაგან ითხოვ წყლის მოწოდებას. იმიტომ რომ სამარიტელებს და იუდეველებს ურთიერთობა არ ქონდათ. ესეც ცალკე განსახილველია, ამას არ შევეხებით. და შენ რომ იცოდე ვინ გთხოვს წყალს, მიუგებს მაცხოვარი. აქეთ შენ სთხოვდი მას და ის მოგცემდა ცხოველ, ანუ სიცოცხლის წყალს, რომელიც იდინებდა საუკუნო ცხოვრებაში. და მისი ამ დედაკაცის უბირობა. მომეცი მე ეს წყალი, რომ არა მოვიდევ სებად აქა. ამას გონია, რომ ის წყალი, რომელსაც მაცხოვარი აძლევს, არის ცოცხალი იმ გაგებით, რომ მიედინება მის სახლში. ჭასთან გასვლა კი აღარ მოუწევს, სახლში გაუკეთებს ესე წყალს. რომ იდინოს წყალში, ონკანში რომ იდინოს. აი მისი უბირობა. მაგრამ როდესაც ეუბნება მომიყვანე ქმარი და დედაკაცი ეუბნება ხუთი ქმარი მყავდა და ვინც ეხლა მაცხოვარი ეუბნება ვინც ეს ეხლა ყავს, არც ის არის შენი ქმარი. მერე მიხვდება ეს დედაკაცი, რომ უბრალო კაცთან საუბარი არ არის ეს. და გადადის აი ესეთი ზედაპირული ადამიანი, ეს დედაკაცი, სულ სხვა პლასტზე სალაპარაკოთ. ხედავ, რომ წინა ის წარმეტყველი ხარ შენ. ესე უბრალო წყალზე კი აღარ დაუწყებს საუბარს, გამიყვანე წყალი, რომ სახლში მქონდეს. მიხვდა, რომ წინას წარმეტყველთან აქვს საქმე. და ელაპარაკება უკვე სულიერ საკითხებზე. და ეუბნება, აი რევოლუციური რა არის, აი ახლა იწყება აი მონაკვეთიდან. დედაკაცი ეუბნება მაცხოვარს, მამანი ჩვენნი ამას მთასა ზედა თაყვანის ცემდნენ. და თქვენ იტყვით, ვითარმეთ იერუსალემს არს ადგილი, სადაც ჯერ არც თაყვანისცემაი. მაცხოვარი ეუბნება, დედაკაცო, მოვალს ჟამი დააწვიარს. ოდეს არც ამას მთასა ზედა და არცა იერუსალემს, თაყვანის სემდეთ მამასა.
რამე თუ ჭეშმარიტნი თაყვანისმცემელნი თაყვანისცემდნენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა. აი ხაზგასასმელი არის თაყვანისცემა მამისა სულითა და ჭეშმარიტებითა. რატოა გაუგონარი? იმ დროისთვის, ჩვენთვის დღეს არა, იმ დროისთვის ეს გაუგონარი განცხადება იყო. რევოლუციური აქედან გამომდინარე. რა იგულისხმება აქ? დედაკაცი ელაპარაკება იერუსალიმზე და იმ ადგილზე, სადაც სამარიტელები თაყვანს სცემდნენ. როდესაც ეს დიდი ისტორია, მაგრამ ზოგადად რო გავიგოთ კონტექსტი, არის ესეთი, რომ როდესაც ბაბილონის ტყვეობიდან ებრაელები ბრუნდებიან სამშობლოში, იწყება მეორე ტაძრის მშენებლობა იმისა, რაც ნაბუქოდონოსორმა ბაბილონის მეფემ გაანადგურა ისრაელში. სოლომონის ტაძარი დაანგრია. ეს ერთადერთი სამლოცველო ებრაელთათვის. როცა ბრუნდებიან ებრაელები, მეორე ტაძარს აშენებენ იმ ადგილზე, სადაც ომარის მეჩეთია დღეს იერუსალიმში. მე-7 საუკუნეში მერე როცა არაბებმა დაიპყრეს, იქ ააშენეს თავიანთი მეჩეთი სოლომონის ტაძრის ადგილზე. მაგრამ მეორე ტაძარს რო აშენებენ სამარიტელები, ანუ იგივე ებრაელები არიან ესენი, მაგრამ გაწარმართებული ხალხი უკვე. ნახევრად წარმართები არიან, ნახევრად ებრაელები. შესთავაზებენ, რომ ჩვენს დაგეხმარებით. ესენი უარს ეტყვიან, იმიტომ რომ თქვენ შებილწულები ხართო. და აქედან გამომდინარე მათ შორის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა და ომი იწყება. ერთმანეთს ვერ იტანდნენ ესენი. ამიტომაც ებრაელებმა როცა ააშენეს სოლომონის მეორე ტაძარი, სათაყვანებელი ადგილი სამარიტელებმა ააშენეს გარაზინის მთაზე თავიანთი ტაძარი. და ერთმანეთს ეს ვთქვათ, ეჯიბრებოდნენ, სად რომელ ადგილზე ჯერ არც თაყვანისცემაი. თქვენ იცით, რომ ებრაელებისთვის ერთი სათაყვანო ადგილი იყო იერუსალიმის სოლომონის ტაძარი. მანამდე იყო მოძრავი ტაძარი სკინია, ანუ აღთქმის კიდობანი, მაგრამ შემდგომში როცა დააბრძანეს ეს აღთქმის კიდობანი იერუსალიმში, სოლომონის ტაძარში, აი ეს ხდება ერთადერთი სათაყვანო ადგილი. თითქოს სხვა ადგილზე ღმერთი არ არსებობს. აი ასეთი გაგებაა ჩამოყალიბებული. მხოლოდ იერუსალიმში, ისიც სოლომონის ტაძარში ამბობდნენ ებრაელები და ამის საპირისპიროდ სამარიტელები ერთადერთი სამლოცველო ააშენეს თავიანთი ლოცვისთვის გარაზინის მთაზე. აი ამაზია საუბარი და იქ ეგონათ ამ სამარიტელებს, რომ იქ უფრო მეტად არის ღმერთი ვიდრე იერუსალიმში. ამიტომ ეკითხება დედაკაცი, პრეტენზიას გამოთქვამ შეიძლება თქვათ, იმიტომ რომ მის წინაშე არის ებრაელი შესამოსელი, ქონდა ებრაული მაცხოვარს, ბუნებრივია, თქვენ ესე იგი ებრაელები ამბობთ, იქ არის სათაყვანო. ჩვენ გვაქვს სათაყვანო იქ და რომელია სწორი? იმიტომ რომ მამანი ჩვენი წინაპრები სამარიტელთა აქ ეთაყვანებოდნენ. და თქვენ როგორ ამბობთ, რომ იერუსალიმშია? წარმართებს ეს სამარიტელები და ებრაელების საქმეა, მაგრამ წარმართებიც ხო არიან? წარმართებს ყავდათ კერპები, ზევსი, ათინა, ბერძნებს და კიდე უამრავი, პოსეიდონი ღმერთი ზღვისა და სხვა. სადაც იყო საკერპო, იქ იყო ღმერთი. უпроსტად ეს საკერპო იყო თავად ღმერთი, კერპი იყო თავად ღმერთი. აი პრობლემა ესე იგი იერუსალიმის ტაძარი სოლომონისა ერთი მხრივ სათაყვანო ადგილი ებრაელების, მეორე სამარიტელთა სამლოცველო გარაზიმის მთაზე აშენებული და მესამე რომელიც არ ჩანს სახარებაში, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ. ეს არის საკერპოების სხვადასხვა ხალხების. და ღმერთი იყო გარე შეწერილი. რაღაც
სივრცეშია თითქოს. აი აქ არის სოლომონის ტაძარში, ან იქ სამარიტელთა სამლოცველოში, მაგრამ სხვაგან ნაკლებად ან საერთოდ არ არის. აი უდაბნოში მაგალითად ადრე გვიხსენებია. ღმერთი არ არის, ასეთი წარმოდგენა იყო. იმიტომ რომ უდაბნო არის ეშმაკის სამკვიდრებელი, არავინ არ ცხოვრობს, სიცოცხლე იქ არ არსებობს. აბა ღმერთი როგორ გააჩენდა უდაბნოს და გაიგივებული იყო უდაბნო ეშმაკის სამკვიდრებელთან. ღმერთი იქ არ შეიძლება ცხოვრობდეს. დაუსახლებელია და მაგიტო. აი მაცხოვარი აი ამ გაგებებს ანგრევს და რას ამბობს რომ არცა იერუსალემს და არცა იქ თავყანისცემდეთ მამასა. იმიტომ რომ მამისადმი თავყანისცემა უნდა იყოს სულითა და ჭეშმარიტებითა. ესე იგი თავარია გული როგორი გაქვს შენ. სად შეიკრიბე კი არა ებრაელი თუ სამარიტელი თუ წარმართი. არამედ შენ როგორ ეთაყვანები ღმერთს. რა მნიშვნელობა აქვს სად ეთაყვანები ღმერთს. იმიტომ რომ ღმერთი გარე შემოუწერელია. ყველგან მყოფია და ყველგან ისმენს. და ეს იყო განაცხადი ისეთი, რაც მანამდე ხალხს არ გაეგონა. ამუატრიალა რელიგიური ცნობიერება. აი ამასთან დაკავშირებით ახლა გამახსენდა ერთი დიდი მოძღვრის ეკლესიის ისტორიაში მის შესახებ არის ცნობები, რომ მოღვაწეობდა მესამე საუკუნის პირველ ნახევარში, მეორე საუკუნის მეორე ნახევარსა და პირველ საუკუნის მესამე საუკუნის პირველ ნახევარში. ამის სახელი ამ მოძღვრისა წმინდანად არ არის შერაცხილი ეკლესიის მიერ, მაგრამ ძალიან დიდი ავტორიტეტია მიუხედავად ამისა. მისი სახელი არის კლიმენტი ალექსანდრიელი. კლიმენტი ალექსანდრიელი იყო ადამიანი, პედაგოგი, რომელიც ზრდიდა სტუდენტებს. ესეთი სასწავლებელი არსებობდა დაახლოებით მეორე საუკუნის ნახევარში ჩამოყალიბებული, რომელსაც ერქვა ეწოდებოდა ამ სასწავლებელს ალექსანდრიული კატეხისტური სკოლა. კატეხისტური ნიშნავს განათლებითი. მართლმადიდებლური ქრისტიანული სკოლა იყო, სადაც ასწავლიდნენ საღვთო რჯულს, ოღონდ ის კი არა, რასაც ჩვენ ბავშვებს ვაძლევთ დღეს. მაღალ დონეზე ისწავლებოდა ეს. და აი ამ კაცის და შემდგომში ორიგენესი და უამრავი ასეთი დიდი მოძღვარია, ზოგი ანათემირებულია შემდგომ, ისწავლებოდა ბიბლია პირველ რიგში, მაგრამ როგორ უნდა იქნას გაგებული, ანუ განმარტებითი ხასიათი როგორი უნდა იყოს, აი ამ ხასს მიყვებოდა კლიმენტი ალექსანდრიელის. დაწერილი აქვს რამოდენიმე შრომა, მათ შორის ისეთი, რომელსაც ეწოდება სტრომატები, ანუ ხალიჩები, 8 წიგნად არის, ძალიან ისეთი არა სისტემური ძეგლია ეს. და რატო ვახსენებთ ახლა ამ კაცს, კლიმენტი ალექსანდრიელს? კლიმენტი ალექსანდრიელი თავის ისტორიაში, თავის ცხოვრებაში ებრძოდა სამ მიმართულებას. სამ ფრონტზე იყო მისი ბრძოლა. პირველი, გნოსტიციზმის წინააღმდეგ. გნოსტიკოსები იყვნენ ერეტიკოსები, რომლებიც იწოდებოდნენ ქართულად რო ვთარგმნოთ მცოდნეებად. გნოზისი არის ცოდნა. გნოსტიკოს არის მცოდნე. ანუ ეს გნოსტიკოსები, ერეტიკოსები ამბობდნენ პრეტენზიას აცხადებდნენ იმაზე, რომ ჩვენ ვიცით, ანუ მცოდნეები ამიტომ ეწოდებოდათ. ჩვენ ვიცით, რომ ბუნებითად რჩეულები ვართ. არ არის მნიშვნელოვანი, როგორ იმოღვაწებ, სოდვილი ხარ, მართალი ხარ, ასკეტი ხარ, განსხრომაში ხარ. ამას მნიშვნელობა არ აქვს. შენ ბუნებითად იცი, რომ ცხონებადი ხარ. აი ეს არის გნოსტიკური სექტა. აი ამას ებრძოდა. მეორე მხარე ებრძოდა წარმართ ფილოსოფოსებს, რომლებიც დასინოდნენ ქრისტიანებს და ამბობდნენ, რომ რწმენაში რო ხართ თქვენ, რწმენა საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი.
თავარი კონდეს ფილოსოფიური განათლება. რწმენა არ აქვს მაინც და მაინც მნიშვნელოვანი მაცხოვნებლობისთვის, გადარჩენისათვის. და მესამე მიმართულება ეს არის თავად ქრისტიანები. იყვნენ ქრისტიანთა შორის ისეთები და დღესაც უამრავია ასეთი სამწუხაროდ, რომლებიც ამბობდნენ, რომ მხოლოდ რწმენა საჭირო, არანაირი წიგნიერება, განათლებულობა არ არის მნიშვნელოვანი ცხონებისათვის. ესე იგი, პირველი გნოსტიკოსები, მეორე წარმართი ფილოსოფოსები და მესამე თავად ქრისტიანები. თვითონ ქრისტიანი ამხელს ქრისტიანებს, რომ ცოდნა არ ჭირდება თითქოს. ერთი მხრივ მხოლოდ ცოდნა, წარმართი ფილოსოფოსები, მეორე მხრივ ქრისტიანები, რომლებიც მხოლოდ რწმენაზე იაგებენ თავიანთ სულიერ შენობას. აი ამ სამ კატეგორიას ებრძვის. და რატო ვამბობთ და რატო ვახსენებთ ამ ყველაფერს? კლიმენტი ალექსანდრიელი ამბობს ასეთ რამეს, რომ ჭეშმარიტი გნოსტიკოსი, ანუ ჭეშმარიტი მცოდნე, ის ერეტიკოსი კი არ არის, რომელიც ამბობს, რომ მე ბუნებითად რჩეული ვარ. ეს არ არის ჭეშმარიტი გნოსტიკოსი. ჭეშმარიტი მცოდნე არის ის ადამიანი, რომელიც არის ქრისტიანი, რომელიც აგებს თავის სულიერ ცხოვრებას რწმენაზე, მაგრამ რწმენა გადაზრდილი ცოდნაში. ესე არც ცოდნაა ცალკე აღებულად მნიშვნელოვანი, არც რწმენაა თავისთავად მნიშვნელოვანია ორივე, მაგრამ თავისთავად ცალკე აღებულად. არამედ ორივე უნდა იყოს შერწყმული. საფუძველი ამ დიდი ცოდნისა უნდა იყოს რწმენა. რწმენა თუ არა გაქვს, წიგნი ვერ გიშველის, აზროვნება ვერ გიშველის, კლიმენტი ამბობს. რწმენაზე უნდა დააფუძნო, მაგრამ მხოლოდ რწმენა არის ლიტონი, ცარიელი, არაფრის მაუწყებელი, თუ დიდ მშვენიერ შენობაში ცოდნის არ გადაიზრდება. და ასეთი მაგალითები მოყავს. აი ახლა დაუბრუნდეთ იმას, საიდანაც დავიწყეთ საუბარი ჩვენ. სამარიტელ დედაკაცთან ჭეშმარიტებითა და სულით თაყვანისცემაზეა საუბარი. აი კლიმენტი რატო ვახსენეთ? რამოდენიმე ასეთი მაგალითი მოაქვს კლიმენტის. აი ჭეშმარიტი გნოსტიკოსი, ქრისტიანი, არა ერეტიკოსი, არამედ ჭეშმარიტი გნოსტიკოსი. აი როცა ბიბლიას კითხულობს უბრალო ლიტონი ქრისტიანი, კლიმენტის თანახმად, ის ზედაპირულად წაიკითხავს, იყო ესე აბრაამი წავიდა, შვილი გააჩინა, ამას მერე შვილი მოყვა და ასე შემდეგ. აი მხოლოდ ესეა. მაგრამ თუ კაცი ქრისტიანი, მოორწმუნე კაცი, ამაში, აი ამ მოვლენებში ბიბლიისა ხედავს სიღრმისეულ განმარტებებს, ამას ქვია ჭეშმარიტი გნოსტიკოსი, ანუ სულიერი კაცი შეიძლება ითქვას, რომელმაც ლიტონი რწმენით კი არ მიიღო მხოლოდ ყველაფერი, არამედ სიღრმეები განჭვრიტა მოვლენებისა. და მეორე შეიძლება ასეთი მაგალითი ავიღოთ კლიმენტის თანახმად. კლიმენტი ამბობს, აი ლიტონი კაცი იტყვის, რომ ერთი ადგილია მხოლოდ სათაყვანო ღვთისადმი. აი ხა დაუბრუნდეთ ამ სამარიტელს და ებრაელთა გაგებას. კლიმენტი ამბობს, რომ ლიტონი ქრისტიანი იტყვის, რომ აი მხოლოდ ერთ ადგილზე, დაუშვათ ეკლესიაშია, ან რომელიმე ქალაქშია სათაყვანო ღვთისადმი. ჩვენ ხო გვიყვარს ეს, აბა წავიდეთ ათონზე, აბა წავიდეთ იერუსალიმში. ეს კარგია. ამას არავინ არ უარყოფს. სადაც წმინდა ნაწილებია, ის კარგია. მაგრამ ქრისტიანობა არ დგას ამაზე. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. წმინდა გრიგოლ ნოსელი მეოთხე საუკუნეში ამბობს ასეთ რამეს, რომ ვიყავი იერუსალიმში და ცარიელი ჩავედი ჩემს ეპარქიაში.
იმიტომ რომ ჯობია გულიდან იმოგზაურო ღმერთამდე, ვიდრე მოიარო ადგილები და ცარიელი იყო მაინც. ეს არის გამოძახილი მესამე საუკუნეში, რასაც ამბობდა კლიმენტი ალექსანდრიელი. ლიტონი ქრისტიანი მისი გაგებით. აი ესე დაყოფს ადგილებს. აქ უნდა ვეთაყვანო, აქ არ შეიძლება რომ ეთაყვანო, იქ უნდა წახვიდე, ის უნდა მოილოცო. ლიტონი მდგომარეობა ქრისტიანებისა. გნოსტიკოსი ქრისტიანი როგორია? რომელიც გულიდან მოგზაურობს ღმერთამდე. ფაქტობრივად კლიმენტი გვეუბნება, რომ მარად ღმერთი გულში უნდა გყავდეს. ეკლესიაში რომ მივალ კი არა და როცა ლოცვაზე დავდგები კი არა. მარად უნდა გქონდეს ურთიერთობა ღმერთთან. აი სწორედ ეს სიტყვებია ნაგულისხმები მაცხოვრის ფრაზაში, რომ ჭეშმარიტნი თაყვანის მცემელნი თაყვანის ცემდნენ უნდა მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა. ადგილი კი არ არის გამსაზღვრელი. სად და როგორ და რანაირად ვივლიმე და რამდენს ვაკოცებ წმინდა ნაწილებს. ეს ყველაფერი ძალიან კარგია. ეს არ არის ცუდი, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობის არ შეიძლება იყოს. იმიტომ თუ ეს გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, მაშინ ნიშნავს, რომ ჩვენ ისევ როგორც ის ებრაელები და სამარიტელები აზროვნებდნენ, იმავე მდგომარეობაში ვართ, ოღონდ გაქრისტიანებულში. იმათვის იერუსალიმი იყო, იმათვის გარაზიმის, ვიღაცისთვის ზევსი იყო, ვიღაცისთვის იუპიტერი. და ჩვენთვის წმინდა ნაწილები მხოლოდ ქრისტიანობა არ უნდა, წმინდა წერილი და ლოცვა არ უნდა და მიდის იერუსალიმში. ათონზე მიდის. ვისთვის მიდიხარ ეკითხე? ნუ უნდა მოვილოცო. კარგია ეგ. მაგრამ იქიდან ცარიელი ჩამოდის, ან უფრო მძიმე ვიდრე წასვლის პერიოდში იყო. ასე რომ ღმერთის რწმენა ადგილით კი არ განისაზღვრება და თაყვანისცემა კიდე. განისაზღვრება გულიდან გამომდინარე და მოღვაწეობიდან გამომდინარე. მნიშვნელობა არ აქვს სად ხარ შენ. ჩემი იერუსალიმი აი ეს ტაძარია, მთავარანგელოზთა გორის ტაძარი. ვიღაცის იერუსალიმი იერუსალიმშია, მაგრამ ჩემი იერუსალიმი აქ არის. ჯერ აქ არის და მერე სხვაგან. აი ესე უნდა აზროვნებდეს კლიმენტის თანახმად ქრისტიანი გნოსტიკოსი, ანუ მორწმუნე კაცი, მაგრამ არა მხოლოდ ლიტონად მორწმუნე, არამედ გადაზრდილი უნდა იყოს დიდ სოდნაში. და მისი ფრაზაა ასეთი: რწმენა მხოლოდ ლიტონია, მცარიელია, ცალკე აღებული, სოდნა მხოლოდ ცალკე აღებული, ამპარტავნულია, მაგრამ ვაღიარებ რწმენას სოდნამდე ამაღლებულს. აი სწორედ სოდნამდე ამაღლებულ სიტყვებს ელაპარაკება ერთის შეხედვით იმ უბირ ქალს მაცხოვარი. ეს დედაკაცი მერე ხვდება, რასაც ელაპარაკება. ამიტომაც არის ეკლესიის ისტორიაში როგორც წმინდანად აღიარებული. და სხვაგვარად არ ეტყოდა, ვერ გაიგებდა ეს ქალი. ალბათ როგორც ჩანს, საფუძველი ჰქონდა ამ დედაკაცს და იმაზე დააშენა მაცხოვარმა ის სიტყვები, რომელიც ხშირად გაუგებარია თავად მორწმუნე ქრისტიანებისთვისაც კი. აი ამ სამარიტელმა ქალმა გაწარმართებულმა აზროვნების მქონემ მიიღო და გაიგო, რასაც ელაპარაკებოდა იგი. რევოლუციური, არა ადგილით, არამედ გულით ღმერთის შეცნობა. აი არსებითი ქრისტიანობაში. დააგლოცოთ ღმერთმა, ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა.